არასოდეს გააყოლო სამზარეულო დაბრეცილ კედელს. მით უმეტეს მლეცავი თუ ბრუციანია. მოდი გაჩვენო. ყოველთვის გაასწორე ლაზერში და თარაზოში. აი ნახე, ჩვენ ახლა მივიდეთ ლაზერს. ვასწორეთ ეს. აი მოდი აქ ვანახოთ. რამხელა დაბრეცილობა გქონდა. ეს უკვე ჩვეულებრივი ამბავი აღარ არის. ეს უკვე სერიოზული დარღვევა. და ჩვენ თუ სამზარეულოს გავაყოლებთ ესეთ დაბრეცილ კედელს, ბოლოს შედეგი ექნება საშინელება. კიდევ არასოდეს გააყოლო აი ნახე პროსტა აი ეს კაფელი რამ მდგომარეობაში ეხა ჩვენ რაღაცას ჩალიჩობთ რომ გამოვიყვანთ. არის გაღუნული, არის გაბრეცილი. რა ვქნა, ჩვენგან ხალხი მაქსიმუმს ითხოვს, მესმის, მაგრამ როდესაც ყველაფერი დაბრეცილია, დამერწმუნდ რთულია, მაგრამ ჩვენაირი ხელოსნების პირობებში ეს ყველაფერი შესაძლებელია და აქ გამოვიყვანთ ბოლო ჯამში სასწაულს, გვაქვს რა ვიცი, კედლის ციცერავეები, ჭეში კოლონები, კედლების დაბრეცილობები, კაფელის დაბრეცილობები, იატაკის დაბრეცილობები. პირველი რასაც მე ვიძახი ხოლმე, შეარჩიეთ ხელოსანის სწორედ, აი დამერწმუნეთ, როდესაც ხელოსანი გეყოლებათ კაფელში კიც, მლესავიც, სწორედ შერჩეული. მე აუჯის ხელოსანსაც დარწმუნებული ვარ, სწორად შეარჩევთ და ბოლოს ყველაფერი იქნება 500-ს. ამ შემთხვევაში ჩვენ გვიწევს ამ ყველაფრის გამოსწორება, რომ ბოლოს სახე მივიღოთ ისეთი, რომ კარებებმაც კარგად იმუშაოს, ზედაპირიც გაკეთდეს იდეალურად სწორე, მაგრამ ძალიან ავწვალოთ რა. ძალიან ავწვალოთ. ხელოსნებს გთხოვთ, რომ როლესავთ სწორე გალესეთ, კაფეს რო აკრავთ, სწორე გააკეთეთ და თანმიმდევრობით რა, ყველაფერი კარგად გააკეთეთ რა. მადლობა. გამარჯობა. ეს სამზარეულოა, ამის წინაზე პროცესი დავდე და ეხლა გაჩვენებთ უკვე დასრულებული როგორი სახით გამოგვივიდა. მოდი გამოვყვეთ, ვაჩვენოთ, ანუ ამაზე იყო დიდი გამოხმაურება, რომ რატო და რანაირად და კუთხის გრადუსებზე კარგად ვიცით გრადუსები როგორ უნდა დავსვათ, ისიც კარგად ვიცით კედელზე როგორ უნდა ჩაიმართოს და ჭერთან როგორ უნდა ჩაიმართოს. ეს ყველაფერი კარგად ვიცით და ვფიქრობ, რომ აი ეს დეტალები საკმაოდ კარგად გვაქვს გამოყვანილი. აი ნახე როგორ მოდის, წავიდა კედლის სიცერავე, იქითაც მივიდა. ეხლა ნახე აქ რა უნდა გაითვალისწინოთ ესეთ ადგილებში, მეგობრებო, რომ აქეთ ვანახოთ. ნახე ეს კარები პირიქით ვერ გაიღება, იმიტომ რომ აი ეს გრადუსი არ მოგცემს მაგის საშუალებას, წერს მოედება. ეს აუცილებლად გასათვალისწინებელი. აქ რა ხდება ეხლა? დაბლა რო შევხედოთ, განათებებზეც გავუსვათ ხაზი, ანუ ლედ განათებებია ჩასმული. დაბლა აქ გვაქვს სიღრმის კარადები, ანუ აქედან შევალაგებთ ყველაფერს. საცხობის დაბლა, რა თქმა უნდა, ეს ტექნიკური უჯრა და ეს არის. მე ძირითადად უფრო პლას გაკმოცი რაღაცე, ესეთი რაღაცეებისთვის ვფიქრობ, რომ უფრო გამოსადეგია. სხვა რა შეიძლება გითხრათ, უჯრები რბილდახურებზე, ეს ნიჟარის სექცია, აქ გვაქვს კალონკა არის ჩამართული და ესეთნაირად ჩავმალეთ. იყო ბევრი პრობლემები, იყო ბევრი ხარვეზები, იყო წინაზეც აღვნიშნე, იყო კედლებს ჰქონდა გადაღრეცილობები, მუცლები, კაფეს ჰქონდა დაბრეცილობები, იატაკს ჰქონდა დაბრეცილობები და აი ბოლო ჯამი ეს გამოვიდა და ერთხელ კიდე შემოვატაროთ, ვაჩვენოთ როგორი გამოვიდა. და მე რა შემიძლია თქვა, მადლობელი ვარ, რომ გვადევნებთ თვალს, ბევრი კარგი კომენტარი იწერება და ძალიან მომწონს და ეს უფრო მაძლევს იმის ხალისს და იმის მუღამს, რომ ესეთი ვიდეოები გაჩვენოთ. და წარმოგიდგენთ ეხლა ამ დასრულებულ პროექტს. მადლობა, კარგი იყო.